რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. პირდაპირ სატელეფონო ხაზია ჩვენი კორესპონდენტი ჯენი კვანტალიანი, რომელიც ინციდენტის დეტალებს გაგვაცნობს. ჯენი, გისმენთ. დიახინო, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, დაპირისპირება იყო რამდენიმე წუთის წინ, თუმცა ამ წუთებშიც განახლდა კონფლიქტი, აღნიშნული კონფლიქტი ხულოს ცენტრში კოალიცია ქართულ ოცნებასა და პატრიოტთა ალიანსის აქტივისტებს შორის. სიტყვები დაპირისპირებით დაიწყო და ფიზიკაში გადაიზარდა. ასევე ზეწოლა იყო ჟურნალისტებზეც, რის გამოც კოალიციის შტაბის უფროსმა ჯანგულ ხოდრევანიძემ აქტივისტების სახელით მედია საშუალებებს ბოდიში მოგვიხადა. დაპირისპირება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც გითხარით, უკვე კიდევ განახლდა. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით, ასევე ადგილზე არიან სამართალდამცველები და ჩვენ შეგვიძლია ხა კომენტარებით მოვისმინოთ. გააგინდა რატომ ეს გამოსული ვიყავით, ჩამოვიდა მანქნიდან, შეიგინა რაღაცა ვის მიმართულებით, არ ვიცი, ხმამაღლა კი შეიგინა. აღელვებულ ნიადაგზე ახალგაზრდობამ არ მოითმენს არავინ ამას, არ შეიძლება და აი პოლიციასაც ვთხოვ კიდევ ერთხელ, გაარკვიო ვინ არიან საერთოდ ეს პირები, ვინ არიან საერთოდ და რა უნდათ აქ. ჟურნალისტებზე აგრესია და არ ხორციელდება ჟურნალისტებზე აგრესია, ხლა ორი ადამიანი კამათობს რაღაც ურთიერთ. ხორციელდება, იმიტომ რომ არ უნდა რომ გადაუღოთ მისი პირადი რაღაც საკითხებზე საუბრობენ და ისინი არც პოლიტიკო არიან, რიგითი არ არის მხარდამჭერები, არც პარტიის წევრები, არაფერი. არაფერი არ მოხდა რა, რა მოხდა? ხმაური არ იყო და ჩუბი არ იყო. ხმაური აგერაც არის ჩვენ ოთახში. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე რჩება და დეტალური ინფორმაციით მომდევნო გამოშვებაში დაგიბრუნდებით.